უახლოეს ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით, რა გელოდებათ ფინანსებში, პირადსა ყოველ ურთიერთობაში და რჩევა თქვენთვის. იფიქრეთ საკუთარ თავებზე, ნახოთ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით. ბალანსისთვის არ დაგავიწყეთ ვიდეოს დალაიქება, ჩემი გვერდის გამოწერეთ და კომენტარში თუნდაც მცირეოდენი გულის და სიყვარულის გაზიარება. ნახოთ ახლა ფინანსებში რა გელოდებათ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. პირადად ყოველ ურთიერთობაში და რჩევა თქვენთვის რომ კვირა შვიდად და ჰარმონიულად გაატაროთ და თავი ბედნიერად იგრძნოთ. დავიწყოთ კვირის ენერგიებით. ფინანსები პირადი და რჩევა. დავიწყებ ჯერ ზოგადი ენერგიებით. ზოგად ენერგიებში გეტყვით, რომ ბევრი ფიქრი გიჩანთ, ცოტა მარტო ყოფნები ჩანს, თითქოს და საკუთარ თავთან გიდათ მარტო დარჩენა და შეიძლება არ იყოს ძალიან გახსნილები, ძალიან კომუნიკაბელურები, რაღაცა შინაგანი ღრმა ფიქრებში ხართ, განმარტოებებში ხართ, ძალიან ბევრში. იდეაში მოგწონთ კიდეც ეს განმარტოება და ვერ ვიტყვი, რომ აქ თქვა დეპრესიაში ხართ და ძალიან მოწყენილები. არა, უბრალოდ ესე გინდათ, რომ გახვიდეთ და იყოთ საკუთარ თავთან, რაღაცეები გაანალიზოთ, რაღაცეები გადააფასოთ და ემოციურად დამშვიდდეთ თითქოს მარტოობა ამისთვის შეიძლება გჭირდებოდეთ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. შესაძლებელია კიდე მე ზოგადადაც ემოციების გაცემას უფრთხილდებოდეთ და არ გქონდეთ ახლა იმდენი ენერგია რომ სხვებს მიაწვინოთ და საერთოდ სხვებზე იმუშავთ და მისცეთ თქვენი ენერგია და უფრთხილდებით. ფინანსებს რაც შეეხება გიჩანთ ბევრი შრომა, ბეჯითი შრომა, ფინანსების გამომუშავება, რამდენსაც იშრომებთ, იმდენ ფულს მიიღებთ. აი არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად იმდეს რა ენერგიასაც ჩადებთ. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში სხვათა შორის რაღაც ახალი შანსები, სიახლეები, შემოთავაზებები გიჩანთ ფინანსებთან დაკავშირებით. შესაძლებელია სამსახურშიც იყოს რაღაც სიახლეები, რაღაც იმპულსური უეცარი მოქმედებები. ისე ფრთხილად იყავით, რომ უცებ არ მოგიწიოთ, უცებ რამე თავში არ მოგიაროთ და ფული არ დახარჯოთ. შესაძლებელია ესეთი ფაქტორიც იყოს ფინანსებში, რაც შეეხება პირადს. პირადში ცოტა სირთულეებია. ჯერ დავიწყებ სირთულეებს იმით, რომ აქ შესაძლებელია თქვენს პირად ურთიერთობაში არსებობდეს მესამე პირები და რაღაცა მესამე ფაქტორი არსებობდეს ურთიერთობაში. ეს ერთი. მეორე ის, რომ აქ პირად ურთიერთობაში ცოტა ბალანსი და წონასწორობა ვფიქრობ, რომ დარღვეულია და არ არის თანაბრობა და არ არის აი ურთიერთგაგება სწორი. შეიძლება რომელიღაცა მხარე ან თქვენ მაგალითად ბევრ ენერგიას დებთ და უკავშირი არ იყოს იგივე რაც თქვათ რაც ჩადეთ იგივე ვერ მიიღოთ. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტს რაც შეეხება აქ პირადში კიდევ ჩანს ტყუილების ალბათობები. შესაძლებელია პარტნიორის მხრიდან იყოს მოტყუება, ან უბრალოდ საკუთარ თავსაც ატყუებდეთ და თვით ილუზიებში იმყოფებოდეთ და რაღაცა რეალობის დანახვა არ გინდოდეთ ბოლომდე. შეიძლება მტკივნეულია და მაგიტო. თითქოს აქ მოთმინებას იჩენთ, რაღაცა დიპლომატიას იჩენთ, არ გინდათ მაინც და მაინც უხეში მოქმედებები, დაპირისპირებები. ატყობთ, ამჩნევთ რაღაცას, მაგრამ ჯერ აი ფლად ბოლომდე ფაქტები რო არ არის და ფლად ბოლომდე რო ყველაფერი ნათელი და ცხადი არ არის, აი ესეთი სიტუაცია გიჩანთ პირად ურთიერთობებში. ცოტა მანიპულაციები ჩანს თქვენ პირად ურთიერთობებში მომდევნო კვირაში. რჩევას რაც შეეხება იმისთვის, რომ თავი ჰარმონიულად იგრძნოთ. რჩევა ესეთია, რომ პირველ რიგში დაინახეთ პოზიტიური მომენტები თქვენს ცხოვრებაში და მადლიერები იყავით იმ პოზიტივისთვის და იმ დადებითისთვის, რაც შეიძლება გაგაჩნდეთ. შეიძლება რაღაცები არ არის კარგად თქვენს ცხოვრებაში და მეტი რაღაცა გინდათ რომ უკეთესად იყოს, მაგრამ იმის შემჩნევა დაიწყეთ, რაც ახლა გაქვთ და რაც ახლა შეიძლება ადრე არ გქონდათ მაგალითად, ან შეიძლება სხვას არ აქვს და თქვენ გაქვთ, ან დააფასეთ ის პოზიტივი, რაც ახლა არსებობს თქვენს ცხოვრებაში. გადით ბუნებაში, გადით მზეზე, კარგი იქნება. ზოგადად გაიხსენით. მეტი ოპტიმიზმი წარმოიღეთ ხასიათში, არ დანებდეთ, არ მოიწყინოთ, არ ჩამოყაროთ ყურები, რაც არ მოგწონთ ნებისმიერ საკითხში, სადაც ახლა აი შეიძლება პირადში იყოს უფრო პრობლემური ესე ვხედავ, რაც არ მოგწონთ ნებისმიერ საკითხში, პირდაპირ გამოხატეთ. არ გინდათ აქ ზედმეტი, ასე ვთქვათ, დიპლომატიის გამოჩენა. აღიარეთ ყველაფერი, გაუსწორეთ რეალობას თვალი, თუნდაც ეს იყოს არასასიამოვნო.
თუ ბიზნეს თუ დიდი ხანია ემოციებს კეტავთ და არ აძლევთ საკუთარ თავს ემოციების გამოშვების საშუალებას, გამოუშვით ეს ემოციები, შეიძლება გეტირებათ და იტირეთ, არ დაუშალოთ საკუთარ თავს. შეიძლება დიდი ხანია არ ტირით, იმიტომ რომ გადაეჩვით, იმიტომ რომ უნდა იყოს ძლიერები, მაგრები და ტირილი სისუსტეა და აქედან გამომდინარე კეტავთ და ბლოკავთ თქვენს ენერგიას და გულის ჩაკრაზე მე გაწვევათ ეს გამოუხატავი ემოცია, ამიტომ გამოხატეთ. ისე რომ არავინ დააზარალოთ, მაგრამ თქვენ გათავისუფლდეთ აი ამ ძველისგან, ნეგატივისგან. ცოტა ხანი იდეაში თუ ზურგს შეაქცევთ რაღაცა პრობლემურ სიტუაციებს და დარჩებით მარტო საკუთარ თავთან, მშვენიერი იქნება. მოკლედ, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, ისევ და ისევ გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ბედნიერ წარმატებულ კვირას გისურვებთ. მადლობა ყურადღებისთვის.